ძეგვის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულ მიუსაფართა თავშესაფარს 140 სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. სკოლაში არსებული მოსწავლეებისგან შემდგარი კლუბის წევრებმა თავშესაფარში მცხოვრებლებისთვის საყოფაცხოვრებო ნივთები, პროდუქტი, ტელევიზორი, ტანსაცმელი, მედიკამენტები და სხვა საჭიროების ნივთები ჩაიტანეს. კლუბის წევრებმა თავშესაფარში მცხოვრებ ბავშვებთან ერთად დახატეს, წაიკითხეს, ითამაშეს. Შემდგომ კი სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაც დაასუფთავეს. მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქცია ერთჯერადი არ იქნება. ისინი ძეგვის თავშესაფარში სტუმრობას ახლო მომავალშიც გეგმავენ. საქველმოქმედო აქცია სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში პროექტ ჰარმონიისა და USAID-ის დაფინანსებით ხორციელდება. სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროექტის ფარგლებში ქალაქ თბილისის 140 საჯარო სკოლაში შეიქმნა კლუბი, სამოქალაქო განათლების კლუბი, UNICLUB. დღეს ძალიან გახარებულები არიან ჩვენი მოსწავლეები, რომ ეს შემოწირულობა ჩამოიტანეს ძეგლში. განსაკუთრებით გვეხარია ბავშვების მოსვლა, სკოლების მოსვლა. ბავშვები მოდიან უზომოდ დიდი ხალისით, ახლა დღეს განსაკუთრებულად ისეთი ჯგუფია ბავშვების მოსული, რამდენჯერმე იყვნენ სანამ მოამზადებდნენ დღევანდელ დღეს. უზომოდ დიდი სიხარულით, თვითონ ძალიან დიდი მონდომებით, ძალიან დიდი სითბოს განაწილების სურვილით მოამზადეს ეს ყველაფერი. დღეს ჩამოვაკითხეთ ძეგვის დედათა ჯგუფთა თავშესაფარს და თბილისის 140 სკოლის კლუბ UNICLUB. ერთადაც გავგრძელებენ ეს ერთი დღე და ვთქვით, რომ არ იყოს ეს დღე ერთჯერადი და გავხარჯოთ და ვაჩვენოთ ეს დღეები. ამოვიტანეთ საჭირო ინვენტარი, რაც სჭირდებოდა და ვცდილობთ, რომ გავგრძელოთ.